კანონპროექტი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის ქვაკუთხედს წარმოადგენს და რომლის მიზანი დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა. კანისფერის, ენის, სქესის, ასაკის, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის, რწმენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოში თითქმის 1 წელია მოქმედებს და მის შესრულებაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის ოფისთან არსებულ თანასწორობის დეპარტამენტს ეკისრება. აღმასრულებელი ძირითადი ორგანო ეს არის სახალხო დამცველის ოფისი, სადაც უკვე თითქმის მე-6 თვე არის, რაც მე-5 მე-6 თვე რაც შეიქმნა თანასწორობის დეპარტამენტი, რომელიც ძირითადად განიხილავს ამ საქმეებს, ანუ ფაქტიურად ინსტიტუციონალური ჩარჩო უკვე შექმნილია და მიმდინარეობს ამ კანონზე უკვე მუშაობა და მისი აღსრულება. დაახლოებით ჩემი ინფორმაციით 60-მდე იუწოდებული кейსი არის შესული სახალხო დამცველის ოფისში და მის ზოგიერთ შემთხვევაში გამოდანილი არის გადაწყვეტილება და რეკომენდაცია ზოგიერთის დამუშავება კი ხომ მიმდინარეობს. ჭრიკვაძის განცხადებით, ფონდი ღია საზოგადოებას საქართველოს ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მხარს უჭერს და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფთან ერთად კანონპროექტის შესრულებას მუდმივ მონიტორინგს უწევს. ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან გამიჯვნა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ჰომოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკის აღმოფხვრა. ეს იმ რეკომენდაციების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჯგუფმა უკვე შეიმუშავა და რომელთა შესრულება აუცილებელია. ჩვენ რამოდენიმე რეკომენდაცია შევიმუშავეთ. პირველი და უმთავრესი ეს გახლავთ ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო კუთხით იყოს უფასო იურიდიული მხარდაჭერა იმ ხალხის მისამართით, რომლებიც თავსხმულია როგორც დისკრიმინაციის მსხვერპლები. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს დაიწყოს ნელ-ნელა აღსრულება იმ კონვენციის, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას მის სამოქმედებლად. 109 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის მაისში მიიღო. ამ ფაქტს წინხმაურიანი გამოსვლები და დიდი დისკუსიები უძღოდა. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ევროკავშირთან მიმოსვლის, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასთან იყო დაკავშირებული. დღეს საქართველოს მეორე ფაზის შესრულების პროცესია, რაც მიღებული ნორმატიული აქტების იმპლემენტაციას გულისხმობს. და ვაგრძელებთ გადაცემას და რუბრიკას უკვე სტუმართან ერთად საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ბატონი პაატა ბელთაძე არის ჩვენთან სტუდიაში. დილამშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენს მაყურებელს კი უნდა შევახსენო, რომ დღევანდელი თემა გახლავთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მისი აღსრულება და მონიტორინგი და ამ მიმართულებით სახალხო დამცველს და მის აპარატს ზოგადად საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. მოდით ვუთხრათ ამ უფლებამოვალეობების და ფუნქციების შესახებ მაყურებელსაც უფრო დაწვრილებით. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ახალი მანდატი, რომელიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის წინააღმდეგ კანონით განესაზღვრა სახალხო დამცველს და რომელიც ითვალისწინებს, რომ სახალხო დამცველი არის სწორედ ამ კანონის ეფექტურად განხორციელებაზე ზედამხედველი თანასწორობის ინსტიტუტი, როგორც ასეთი და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ შემოსული განცხადებების საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატი იწყებს რეაგირებას, შესწავლას სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებისა და ყოველმხრივ გამოკვლევის შემდგომ ადგენს ადგილი ხომ არ ჰქონდა დისკრიმინაციული ქმედების ჩადენას. გარდა ამისა, კანონმდებლობით განსაზღვრული არის რამდენიმე ფუნქცია, რომელიც სახალხო დამცველს გააჩნია. თუ სახალხო დამცველი აღმოაჩენს, რომ შესაძლებელია მორიგები დასრულდეს დაუშვათ განცხადებელსა და დისკრიმინაციის სავარაუდო ჩამდენს შორის ურთიერთობები, შეუძლია მოიწვიოს მხარეები, განუსაზღვროს და ამით დაასრულოს მორიგები. თუ მორიგების მექანიზმი არ იმოქმედებს, ამის შემდგომ და სახალხო დამცველს ექნება მკვეთრად გამოკვეთილი პოზიცია და ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციული ფაქტს, ასეთ შემთხვევაში შეუძლია გამოსცეს რეკომენდაცია და განუსაზღვროს ის ძირითადი საკითხები, თუ რაც უნდა გატარდეს პირის დარღვევული უფლებების გამოსასწორებლად. და რა თქმა უნდა, შემდგომ რეკომენდაციისა თუ არ იქნა გაზიარებული და გათვალისწინებული, სახალხო დამცველს აქვს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მიმართოს სასამართლოს და თხოვოს მას დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და სასამართლო თავის მხრივ შესაძლებელია პირის მიმართ, დამღების მიმართ გამოიტანოს გარკვეული ქმედების განხორციელების ვალდებულება ან აქტის გამოცემისა. ეს ეხება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სავარაუდოდ ამ პირების მიერ ჩადენილ დისკრიმინაციის ფაქტებს. გარდა ამისა, სახალხო დამცველს აქვს
ფართო უფლებამოსილება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსცეს ზოგადი წინადადება, რომელიც ამა თუ იმ დისკრიმინაციულ ტენდენციას შესაძლებელი ავლენდეს ქვეყანაში და უკვე ამის ჩვენ ერთ-ერთი მაგალითი გვაქვს, როცა სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ზოგადი წინადადებით საქართველოს ბანკს და სთხოვა მას, რომ ქმარ-კომატი იყო ასეთი რეკლამა, სადაც წარმოჩინდებოდა დამატვინებლად, ასე რომ ვთქვათ, ქალის როლი საზოგადოებაში და ამასთან დაკავშირებით ვინაიდან ეს შესაძლებელია ამყარებდა საზოგადოებაში სტერეოტიპულ აზროვნებას, სტიგმატიზაციას, ჩვენ მოუწოდეთ და მივმართეთ საქართველოს ბანკს, რომ მომავალში გაითვალისწინებინა, რომ მსგავსი ხასიათის რეკლამა არ დაეშვა და ამოიღო ეს რეკლამა უკვე აქტიური გამოყენებისგან. გარდა ამისა, სახალხო დამცველი ეწევა ასევე საგანმანათლებლო საქმიანობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის სრულიად ახალი კონტექსტი საქართველოს ისტორიაში, როდესაც აღნიშნული კანონი შემოვიდა და ჩვენს ქვეყანას საზოგადოებას ზოგადად დიდი გამოცდილება არ აქვს, არათუ ასევე სასამართლოებსაც კი პრაქტიკა ფაქტობრივად დისკრიმინაციული ქმედებების დადგენისა ძალიან მწირია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაც საგანმანათლებლო საქმიანობაც არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საზოგადოების ინფორმირებულობა ამ კანონის შესახებ. გასაგებია. პრინციპში ძალიან საინტერესო ალბათ ის ევროკომისიამ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა შეაფასა დადებითად. საინტერესოა ამ მიმართულებით როგორი იყო მათი რეკომენდაციები ანტიდისკრიმინაციულ კანონს რაც შეეხება და მის შესრულების პირველ ფაზას, ასე პირველ ფაზაში რაც იგულისხმება. როგორია მათი რეკომენდაციები და როგორ აფასებენ ამ მიმდინარე სამუშაოებს? რა თქმა უნდა, რეკომენდაციების პირველი ფაზა გულისხმობდა თავად ჩარჩოს შექმნას, ანუ კანონმდებლობის მიღებას, რაც განხორციელებულია და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ, რომელსაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებაში თანასწორობის დამკვიდრება, ტოლერანტული კულტურის ჩამოყალიბება და რა თქმა უნდა ებრძოლოს დისკრიმინაციას ეფექტური შესაძლებლობებით. რაც შეეხება მეორე ფაზას, ანუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე საუბარი მიდის რამდენად ეფექტურია უკვე არსებული კანონმდებლობა და ის მექანიზმი, რომელიც არსებობს, რათა ებრძოლოს დისკრიმინაციის ყოველ კონკრეტულ შემთხვევას და უზრუნველყოს საზოგადოებაში თანასწორობის დამკვიდრება. ასეთ დროს ძირითად რეკომენდაცია მდგომარეობდა აღნიშნულ კანონთან მიმართებაში, რომელიც დღეს მოქმედებს, თუ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რამდენად შეიძლებოდა გამართლებულიყო დისკრიმინაციული ქმედება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ ლეგიტიმური მიზანი რამდენად მაღალი შეიძლება ყოფილიყო ამა თუ იმ ქმედებისა და მეორე ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ რელიგიის გაერთიანების და რელიგიის თავისუფლების კონტექსტი იყო ფართოდ განმარტებული ამ კანონმდებლობაში დისკრიმინაციასთან მიმართებაში და შესაბამისად მოითხოვა მათი დაკონკრეტება, თუ რა კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება ყოფილიყო განმარტებული ამ მიზნებისთვის. თუმცა შემფასებელი მისია, როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, იმყოფებოდა საქართველოში, მათ შორის შეფასდა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მოქმედების ეფექტურობა, ის მექანიზმი, ჩვენთან უკვე ნოემბრის თვიდან ფუნქციონირებს თანასწორობის დეპარტამენტი, შემოსულია დაახლოებით 48 განცხადება, რაც არ არის ცუდი დასაწყისი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის შემფასებელი მისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციები და წინადადებები იქნება სრულ თანხვედრაში იმ მოვაწეობასთან და იმ საქმიანობასთან, რომელსაც სახალხო დამცველი ამ მიმართულებით ახორციელებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ ეფექტური იმპლემენტაციაზე ამ კანონმდებლობის, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ კონდეს მექანიზმი და იყოს ისეთი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც გაუადვილებს სახალხო დამცველს მოახდინოს ამ კანონმდებლობის აღსრულება უფრო მეტი ეფექტურობით. და ხორციელდება თუ არა მონიტორინგი, რამდენად აქტიურად სრულდება სწორედ მისი რეკომენდაციები, მისი მითითებები ანგარიშებში ძალიან ხშირად არის ხოლმე საუბარი. განსაკუთრებით ერთ-ერთი აქცენტი გაკეთდა სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით თქვათ. და თქვენს ვებგვერდზე, სახალხო დამცველის აპარატის ვებგვერდზეც არის ხოლმე სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, რამდენი განაცხადი იყო კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენი შესრულდა მათგან, რამდენი არ შესრულდა. არის პროცენტული მაჩვენებელი, არც ისე მცირე. აი, ამის მონიტორინგი ხორციელდება თუ არა და არსებობს თუ არა ეფექტური გზები ან დასახულია თუ არა იმისთვის, რომ უფრო მეტი რეკომენდაცია შესრულდეს. რა თქმა უნდა, თავისთავად სახალხო დამცველის საქმიანობისა და სამართლებრივი ბუნება არის ის, რომ ის გასცემს რეკომენდაციებს და რეკომენდაციებს არ აქვთ სავალდებულო ხასიათი, თუმცა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სწორედ განმარტოს, განსაზღვროს უფლება-დარღვევა. ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები, როცა ასე ვთქვათ, წარმატებულად ხორციელდება დარღვეული უფლებების აღდგენა. რაც შეეხება კონკრეტულად დისკრიმინაციული
ფაქტების თაობაზე შემოსულ განცხადებებს მე კიდევ ერთხელ დაუბრუნდები. ადამიანები მოგვართავენ და მიუთითებენ, რომ ისინი არიან მსხვერპლი დისკრიმინაციული მოპყრობისა, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური შეხედულებით, პროფესიული კავშირებისა, მიკუთვნილებით, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, გენდერული ნიშანი, ანუ სხვადასხვა ხასიათის ნიშნები იკვეთება. ძირითადად იგი მდგომარეობს შრომით ურთიერთობებში, რომელიც სფერო, რაშიც ისინი მიუთითებენ, ასევე სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და მომსახურების სფეროებისადმი შეზღუდვა. ჩვენ რა თქმა უნდა ამ ეტაპზე აქტიურად ვაწარმოებთ სხვადასხვა საქმიანობას, სხვადასხვა შემთხვევებისა და მომართვიანობის საქმეების შესწავლას და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ეტაპზე განხორციელებული საქმიანობის გარდა კიდევ მეტი დაემატება ამ საქმიანობას და საბოლოოდ უფრო ეფექტური გახდება ის მექანიზმი, რომელიც დღეს შექმნით. თუმცა კიდევ ერთხელ გამმეორდები და ვიტყვი, რომ ეს არის სრულიად ახალი მექანიზმი და ზოგჯერ ხდება ისეც, რომ ყოველდღიურობა და პრაქტიკული საქმიანობა კიდევ აჩენს ახალ მოთხოვნებს. მაგალითად, კანონმდებლობის ცვლილებები ვახსენებ მე. თუ გნებავთ სრულყოფილებას, რაც შეეხება ამ ორთვენახევრიანი საქმიანობის შედეგად ჩვენ გამოვკვეთეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ცვლილებების სახით დადგეს და განხორციელდეს. კერძოდ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ცვლილებებით არის გათვალისწინებული არის ის, რომ ამ კონკრეტული არსებული კანონით სახალხო დამცველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ გააჩნია კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ფიზიკურ პირებს. ანუ აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს უკვე რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მომართვიანობის შემდგომ ვერ მოხდა საბოლოოდ ყველა სავარაუდო მტკიცებულების მოპოვება, რომელიც სახალხო დამცველს მისცემდა შესაძლებლობას ეთქვა, რომ დისკრიმინაციის ფაქტს ჰქონდა ადგილი თუ არ ჰქონდა, შეიფასებინა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ, რომ ახალ კანონმდებლობაში ამ ცვლილებებში უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ჰქონდეთ ვალდებულება წარმოადგინონ ყველა კონკრეტული ინფორმაცია, რომელსაც სახალხო დამცველი მოითხოვს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად და არ წარმოდგენის შემთხვევაში უკვე ფაქტი აპრილოდ ჩაითვალოს დისკრიმინაციურ ქმედებად, რაც ბუნებრივად წაახალისებს მათ, რომ ეს ინფორმაცია წარმოადგინონ. გარდა ამისა, ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული საკითხი, რომელსაც ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის ის, რომ სამთვიანი ვადა არსებობს სასამართლოში მიმართვიანობისა, თუ პირი ფიქრობს, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული ქმედება, რაც არის ძალიან მცირე ვადა და ჩვენ ვფიქრობთ, იგი ერთ წლამდე უნდა გაიზარდოს აუცილებლად, უხსოვს, რომ უფრო ეფექტური იყოს ამ მექანიზმის საქმიანობა და მეორე პრობლემა, რაც უკავშირდება, თუ პირი მოგმართავს სახალხო დამცველს სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების ჩადენის კუთხით სხვა დამქირავებლის, ან ფიზიკური პირის, ან საჯარო-დაწესებულების მხრიდან, ჩვენ ვართ შეზღუდულები, ვინაიდან ხდება პარალელურად სასამართლოსადმი მიმართვა და სასამართლოსადმი მიმართვა უკვე აჩერებს ჩვენს უფლებამოსილებას, ასე ვთქვათ, შევისწავლოთ ეს საქმე ბოლომდე და აქედან გამომდინარე, ის პირველადი აუცილებელი მექანიზმის სტატუსი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს და ეფექტურად და დროულად უნდა დაეხმაროს მსხვერპლს თავისი უფლებების აღდგენაში, ეს ხაზიც დაკარგულია, ეს მათ არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის ჩვენ ვთხოვთ კანონმდებელს, რომ საქართველოს სახალხო დამცველისადმი მომართვიანობამ შეაჩეროს დენადობა ვადისა სასამართლოში. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თუ პირი მოგმართავს და დავიწყებ ჩვენ საქმის შესწავლას, ეს ავტომატურად არ უნდა იწვევდეს სასამართლო ვადის გაშვებას. ამასთან დაკავშირებით არის საუბარი, ასევე საუბარი არის იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ჩვენ მივმართავთ კერძო სამართლის იურიდიულ პირს რეკომენდაციით, ჰქონდეს ადრესატს წერილობით ვალდებულება პასუხის გაცემისა 20 დღის ვადაში, რომელიც უკვე მოქმედებს ეს წესი ადმინისტრაციული ორგანოების მხრივ. ანუ შეიძლება თუ შევაჯამებთ და ვიტყვით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკავშირდება ამ მანდატის უფრო ეფექტურად განხორციელებას და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში გაწერილი ვალდებულებების შესრულებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ველოდებით, რომ ამაზე იქნება დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტსა და მთავრობის მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, შეძლებს დაგვარად ამოვწურეთ თემა და მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ბატონი პაატა ბელთაძე. ეს იყო რუბრიკა